ისტორიის მცველები ასე ქვია ჯილდოს, რომელიც მოქალაქე ჟურნალისტებსა და ორგანიზაციებს გადაეცემათ, რომლებმაც საკუთარი წვლილი შეიტანეს დეზინფორმაციასთან ბრძოლაში, სამოქალაქო სოლიდარობის გაძლიერებაში. ეს სიმბოლური ჯილდოები ისტორიის მცველებს, თათია დათაშვილს, თევნა ფანქველაშვილს, გიორგი ჟამერაშვილს და სხვა სამოქალაქო აქტივისტებს და მოქალაქე ჟურნალისტებს გადაეცათ. ჯილდო 2022 წელს დაწეს და ის მიღებული აქვთ ქართველ და უკრაინელ ჟურნალისტებს, აქტივისტებს, მეცნიერებს და ხელოვანებს. დღეს ხო გაიმართა მოქალაქე ჟურნალისტების ჰაბის პრეზენტაციაც, სადაც განთავსდება ორგანიზაცია მედიახმის მომზადებული ჟურნალისტების გზამკვლევები ქართულ, ინგლისურ, აზერბაიჯანულ, სომხურ და ჟესტურ ენაზე. ჰაბი გააძლიერებს აქტიური მოქალაქე ჟურნალისტების და პროფესიონალური მედიის თანამშრომლობას. მედია ორგანიზაცია მედიახმამ ისტორიის მცველების წლევანდელი დაჯილდოება გამართა. წელს ისტორიის მცველები გახდნენ მოქალაქე ჟურნალისტები და ის ორგანიზაციები, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს დეზინფორმაციასთან ბრძოლაში, ნამდვილი ისტორიული ნარატივების წარმოჩენასა და დაცვაში, სამოქალაქო სოლიდარობის გაძლიერებაში. დღეს მედიახმამ დავაჯილდოვეთ მოქალაქე ჟურნალისტები და ორგანიზაციები, რომლებიც აი ამ რთულ პერიოდში, კრიზისების დროს, სტიქიური უბედურებების დროს, პროტესტების დროს, არჩევნების დროს თავისი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ გაევრცელებინათ სიმართლე. შეიქმნა სპეციალური პლატფორმა, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ დაუკავშირდნენ სანდო მედიას და იყვნენ ისტორიის და სიმართლის მცველები. მოქალაქე ჟურნალისტების როლი არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ მედია ყოველთვის ყველგან ვერ იქნება. ამიტომაც არის რომ სოციალურ ქსელებში, ინსტაგრამზე, ფეისბუქზე, ტიკტოკზე და ასე შემდეგ ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ არა მარტო რაღაცა ვიდეოებსაც, რაღაცა აუდიო ფაილებსაც, ტექსტებსაც, სტატუსებსაც, რომელსაც მე პროფესიონალური მედია შეიძლება დაეყრდნოს. ღონისძიებას დაესწრნენ სამოქალაქო ჟურნალისტები, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ისტორიის მცველების ჯილდო დაწესდა 2022 წელს და ის მიღებული აქვთ ქართველ და უკრაინელ ჟურნალისტებს, აქტივისტებს, მეცნიერებსა და ხელოვანებს.